Αγαπητοί μαμίσατα, δαντίσατα, ασχολήσετε με δίσατα. მოგესალმებით ჩვენ ვაგდეთ საუბრს ბიბლიაზე, საღვთო ისტორიას მოვლენებს მიყვებით და ჩვენ ბოლო საუბარი ეხებოდა იმ მომენტს, როდესაც აბრამი იძულებული გახდა, რომ აგარი და ის შვილთან ისმაილთან სახლიდან გაეშვა, რადგან ისმაილი თავის უმცროს ძმას ისააკს აღთქმის შვილს როგორც უფროსი ძმა უმცროს ამცირებდა და სცინოდა ათამაშებდა და რასაც იყენებდა თავის სურვილების შესასრულებლად, რასაც სარამ უსაყვირდა აბრაამს და უთხრა რომ უნდა გაუშვას, რადგან არ შეიძლება რომ მხევლის შვილი დასცინდეს სამართლიანად მეუღლის შვილს და აღთქმის შვილს, აღთქმით მიეცა, რომ ეს განსაკუთრებული შვილია და ის უნდა გაიზარდოს თავისი ღირსების შეგრძნებით, თავისი მისიის შეგრძნებით და ღვთის წინაშე ის იქნება გაგრძელებელი. იმ აღთქმისაც დაიდო აბრაამთან და ისმაილი არ იქნებოდა ამ აღთქმის გაგრძელებელი. ამიტომ უპირატესი იყო ისააკი და მისი ესეთი აღზრდა უფროსი ძმის ისმაილის მიერ, როგორც მომსახურდა პიროვნების დარღვევა იქნებოდა სამართლიანობის. გაუჭირდა აბრაამს, რომ ღვთისაგან მიიღო კურთხევა და ნუგეში და იცით რომ როგორ იყო უდაბნოში, როგორ უფალმა უდიმეს მომენტში, როდესაც უკვე პაპანაკების გამოუწყლობით ეს ისმაილი უკვე ვეღარ დგებოდა ფეხზე, უფალმა გამოუჩინა აგარს წყარო ჭა და დაინახა ჭა და მოასულიერა შვილი და მაშინ უფალმა არა მარტო ჯერადად იზრუნა აგარისას და ისმაილის, არამედ უთხრა რომ ის იქნებოდა ზედამხედველი და მფარველი ისმაილის მოდგმის და გახდებოდა დიდი ერად იქცეოდა ის, მაგრამ ცხადია რომ ეს ურთიერთობა გარკვეულ დაპირისპირება ამ ორ მოდგმას შორის აბრამის და ისააკის და აბრამის და ისმაილის სამოვნობის თუნდა ფუძე ერთი აქვს, მაგრამ დედებით და აღთქმის შესაბამისად განსხვავდებიან ისინი. უდაბნოში გაიზარდა, გამრავლდა, დედამ მას ცოლად მოუყონა ეგვიპტიდან დედაკაცი და ასე დამკვიდრდა ისმაილი უდაბნოში. ამით დასრულდა ესეთი მომენტი ისტორიის და აბრაამს უკვე აღთქმის შვილი ყავს და აქ ჩვენ ხედავთ რომ იქ სადაც აბრაამი მკვიდრობდა მხარეში იყო უპირატესი აბიმელექი და აბიმელექმა უთხრა აბრაამს და აბიმელექთან ერთად იყო მისი ძალის მხედართმთავარი და მისი მძახალი ფიქური და მხედართმთავარი მისი აბიმელექის და მან უთხრა აბრაამს, რომ ხედავ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ფარვების ღმერთი და ვთხოვ რომ არაფერი დამიშავო მე. უშამოდ არ მოგეცე და ამიტომ წინასაითხოვს რომ ფარველობას ღვთის წინაშე. როგორც რომ მე მოგეცი შენო, შენ მომექცე ესევე. და მაგრამ აბრაამ უპასუხა რომ
რომ ესე არ იყო. რომ აბიმელექის მსახურები წესები უშლიდნენ ა ブラ ამს ჭის მომზადებს წყაროს მოწყობას და ართმებდნენ მას და თავისთვის იყენებდნენ. ანუ ა ブラ ამს ეძლეოდა ღვთისაგან ეს წყარო თუ ჭა იცოდა სადმე გაითხარა და როგორ მოეწყო და მის უკვე მოყვანილ წყალს ისაკუთრებდნენ აბიმელექის მსახურები. და ა ブラ ამი უთხოვდა ძალას, იმიტომ რომ ამ მხარეში იყო, რომელიც ეკუთვნოდა აბიმელექს და ეს მისი მსახურნი იყვნენ და დაპირისპირება არ უნდოდა. და ეხლა უკვე როდესაც აბიმელექმა თვითონ შესთავაზა ზავი და თხოვა რომ მაგრამ ა ブラ ამი ღვთისმფარველს არის, ანუ რათა რწმენის ნატამალი გააჩნდა აბიმელექს. შიში ღვთისა ჰქონდა და ამიტომ თხოვა ა ブラ ამს რომ არ მომექცე სხვანაირად და ჯავრი არ იყარო და როგორც მეშინ მოგიქეციო. და ნამდვილად როდესაც ღვთის გამოცხადებით აბიმელექმა გახსოვთ თქვენ ა ブラ ამს დაუბრუნა სარა და უთხრა რომ განსასწრებით ჩამაგდებო, მე არ ვიცოდი შენი ცოლიო და ამიტომ პირიქით აქეთ გამდიდრა და უმატა რაც სადაც უნდა ეხლა ა ブラ ამმა პასუხა რომ შენი წამსები მე მავიწოვებენო და მე რომ ამოთხი ჭას იმ მართვენ, მე წყალს მოიყვან ისინი მართვენ და ნუ იქნება ესე და ესე შეთანხმდნენ რომ ამით დასრულდებოდა ეს დაპირისპირება და დაიდო მათ შორის ასე ვთქვათ ზავი. და მოიყვანა ა ブラ ამის ხრები და ხმოვები და მის აბიმელექს და დადო ორი აღთქმა. და დააყენა ა ブラ ამაც ხვის 7 კრავი ცალკე. და ეს ნიშნავს რომ შენი მიწა არის და დამითმე რომ მე მიწაზე მეც გავაკეთებ ჩემი იქნება და შესაბამისი შესაძლებელი უფრო მაშინ ნატურალური მეურნეობა იყო ჩანს უფრო მეტად ვიდრე დღეს რო არის ღირებულის ეკვივალენტად ფული, ანუ ესე თუ ის სისტემა ყველა ქვეყანაში არსებული, მაშინ იყო საქონელი იყო ნატურალური ისეთ პროდუქტი, როდეს ხდებოდა გაცვლა და თქვათ გარკვეული ღირებულების გადახდა. მაგრამ ეს 7 კრავი დააყენა და აბიმელექმა და ეს ცალკე 7 კრავი რას ნიშნავს და ა ブラ ამა აუხსნას რომ ეს 7 კრავი მიიღე ჩემგან, რათა იყოს ჩემთვის მოწმობად, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა. ანუ კიდე ერთი ჭა რომ ამოვთხარა, ამისთვის ცალკე ითხოვა კი მფარველობა აბიმელექმა. ხედავთ რომ ა ブラ ამს მფარველად მაღალი ღმერთია. აქვს და იმ მიწათმოს შედამხედველობს აბიმელექი. ასე რომ ეს გადასახადი ამ მიწისა უნდა გადავხადოს ა ブラ ამ აბიმელექს და აბიმელექს და უნდა გარკვეული მფარველობა გაუწიოს ა ブラ ამს ქვეყანაზე, რომ ღვთის წინააღმდეგ არ აღმოჩნდეს თვითონ და ღვთისგან არ დაისაჯოს. აი მიწის და სულიერ ურთიერთობა და ღირებულთა სულიერ ურთიერთობა და ასეთი ღირებულთა ურთიერთობა ასეთ იკვეთება ამ მომენტში. და დაიფიცეს ორი მხარემ, ამიტომ აი როგორც ფიცის დადების ადგილს ამ მხარეს ეწოდა ბერსაბია. ახლა ბერსაბია იქნება წარმოებული სახელი მერე. ამის შემდეგ წერილი ამბობს, რომ გამოსადა ღმერთმა ა ブラ ამიო. და იყო ამ ამბების შემდეგ ღმერთმა გამოსა ა ブラ ამი და უთხრა მას ა ブラ ამ, ა ブラ ამ, ხომ თქვა, აჰა მე და უთხრა, წაიყვანე შენი საყვარელი ძე
რომელიც შეიყვარე ისააკი და წადი მაღალ ქვეყანაში, მხარეში, მთაზე და შესწირე იქ იგი ხოლმე დასაწილად. ერთ-ერთ თაზე, რომელსაც მე შენ გეტყვი და გიჩვენებო. უდიდესი განსასწრელი ეწია აბრაამს. შვილი, რომელსაც მთელი ცხოვრება ქორწინებიდან დატყებული ელოდებოდა, ითხოვდა და მიეცა მას სასწაულებრივად ღვთისგან, ეხლა უფალი ითხოვს, რომ შემოვიდეს ყოველ დასაწილადო. არის ორი სახის განსასწრელი, რომელსაც ჩვენ წოდების გამო, რომელსაც უშვებს უფალი, როდესაც ბოროტი ძალები ძლიერდებიან, ჩვენ წინააღმდეგებიან მარცხ ადამიანს, დევნიან, ავიწოვებენ მას და უსამართლოდ აქცევიან და არის განსასწრელი ღვთისაგან იძლევა ადამიანის სულიერი წარმატებისა, აღზრდისა და განსაკუთრებული მისიის შემსრულებლად. და აბრაამი რწმენის გამოცდა ხდება. უფალს არ ჭირდება გამოცდა, რადგან უფალმა დაბადებიდან იცის რომ ადამიანი და იცის აბრაამი, მაგრამ შინაგანი უნდა განცხადეს გარეგნობით. ეს რწმენა აბრაამისა, ეს მორჩილება უფლისად მიმართ და ნდობა და თავდადება პოტენციალურად მასში არსებული გასცდის და მომავალი თაობებისთვის უნდა განცხადებულიყო. რას ნიშნავს რწმენით გამოცდა ადამიანისა, რომელიც გამოიცდება ყველა მორწმუნე ადამიანი. ვიტყოდ ურწმუნად გამოიცდება, მაგრამ ურწმუნად გამოცდა არის, როგორც ვთქვით, ორგვარი, არის ბოროტი ძალებისგან, სასტურთა მიერ და არის გამოცდა ისეთი, რომელიც შედეგადაც ადამიანს ენიჭება რწმენა. ჭეშმარიტი ღმერთის და განცდა ღმერთის უზრუნველყოფისა და მისი განგებისა. და აი ამ ამ განსასწრების შემდეგ იწყება ადამიანის სარწმუნოებრივი ცხოვრება, სულიერი ზრდა და შეიძლება ითქვას, რომ განსასწრებში იბადება ახალი ადამიანი, ახალი კაცი. აბრაამი ეთანხმება ხარია ფოს მზადყოფნას გამოთქვამს და ადგა აბრაამი განთიადისას და შეკასა თავისი სახედარი და თან წაიყვანა ორი მსახური და ისაკი, თავისი ძე და შეშა ყოველ დასაწყისისთვის და ადგა და წავიდა. და მივიდა ადგაზე, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა მესამე დღეს. ანუ სამი დღის სავალი იყო, ვერსავიიდან იგი წავიდა და ეს მთიანი ადგილი არის და იქ უფალმა მიანიშნა ერთ მთაზე, ამაზე მერიტოდე მორიას მთა, მორიანო უფალმა იხილა. ასე ითარგმნება, რომ უფლის მოხედვა, უფლის იხილა. და აბრაამმა ეს მსახურები დატოვა დაბლა ქვევით. შეშაკიდა ისააკს და გაუდგა აღმართს მთის თვერზე უნდა ასულიყო. იქ შეეწირა ისააკი. მაგრამ თავის ახურებს მან უთხრა, რომ დამელოდეთო მე და ისააკი რომ დაბრუნდებითო. აი საოცარი არის რწმენა აბრაამისა ამ პატარა სიტყვაში. მან იცის თის სიტყვა, რომ ყველა დასაწყისში შემომწირე მე ისააკი. დაუბრუნდა იქიდან მე და ისააკი დაუბრუნდებითო. იგი აბრაამს წამს, რომ ღმერთს ძალოს მოცემა მისთვის
შვილისა უშვილობის ჟამს. იმ დროს როცა უკვე შეუძლებელი იყო შვილის ყოლა სასწაულებად, ანუ არ არსებობდნენ არსებობად მოყვანა ადამიანისა. ამიტომ სამშობლოს შეუძლია დრები დართაგან აღდგენა ადამიანისა. და სამშობლო ის რომ შეასრულებს თავის მოვალეობას, ან კურთხევლსაც ღვთისგან მიიღო, დანარჩენს უფალი თვითონ განაგებს. მე უნდა ვიყო ერთგული უფლისა და უფალი ფარველობდა სულ აბრაამს და რასაც ეუბნებოდა, უთხოვდა ფარველობას, ის ხანდებოდა. ამიტომ საქმეთაგან შეიცნო არა მარტო სიტყვით და მოსმენით, არამედ ხილვით და საქმით შეიცნო ღმერთი. და ამ შემთხვევაშიც შეუძლებელის შესაძლებლობას გულისხმობს. არის აქ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ღმერთმა აღუთქვა ადამს დაცემის შემდეგ ადამიანისა, რომ ხსნელს მოუვლენდა მას მოდესღაც. და ეს მოლოდინი ხსნელისა გრძელდება ადამიდან ნოემდე, ნოიდან მის შვილებში და განსაკუთრებით ეს მოდგმაში, რომელშიც დაიბადა აბრაამი. ეს არის მართალთა მოდგმა და არის შემდეგ მოყვება ეს სემის მოდგმის ერთ-ერთი შვილია, არპაქსადი და მართალთა მოდგმას არპაქსადში შტოდან მომდინარეობს. და აბრაამ იცის გადმოცემით ხსნის მოვლენებაზე და ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, რომ შენი წიაღიდან გამოსული იკურთხევ ყოველთვის ტომი ქვეყანისა. ესე იგი, ეს აღთქმის საკია. მისი შეწირვა თუ კაცობრიობის ხსნისათვის არის საჭირო, არის მზად ამისთვის. მაგრამ ესეც იცის, რომ თუ მოხდება გამოხსნა კაცობრიობის, მაშინ შესაძლებელია ისააკის აღდგენაც. ესეთი ვიტყოდ მაღალი ღვთისმეტყველება მარტივად არის გასაგები აბრაამისთვის. ანუ მერდგულად ასრულებს ამას დანანების თუ გულის ტკივილის სული ნდობით უფლისადმი და რწმენით. და ასე შეუდგა აბრაამი და ისააკი ამთას. მუზად ბუნებრივია ისააკს არ აქვს ცნობა ჯერ იმ საიდუმლოსი და სვამს ბუნებრივ კითხვას, რომ აი შეშა არის მე და შენ ვართ აქ. ანუ შემომტირველნი და საშუალო შეტირვისა და შესაძირავი სად არის? ის კრავი შესაძირავია. აბრაამი ამ შემთხვევაში არ უსწრებს მოვლენებს და ღვთისადმი ნდობით ეუბნება უფალი გამოაჩენსო თაზე. შესაძირავსო. თუმცა გულისხმობს, რომ მან უნდა შესწიროს ისააკი, მაგრამ არ შეშინდეს ბავშვს. ის დაახლოებით 12-დან 14 წლამდე იქნებოდა. და ამით გასცემს პასუხს, რომ უფალი გამოაჩენს, ამიტომ ეს იმ თასაც მე მორია ეწოდა და გადმოცემის თანახმად ეს არის ისტორიით ის ბორსი მაღალი, რომელთაც მე სოლომონმა აღო ტაძარი. აი სოლომონის ტაძარი და იქ სადაც ახლა არის მეჩეთი ალაქსა და კიდევ ომარის მეჩეთი, ორი მეჩეთია იქ. და აი ასე ავიდნენ უკვე თაზე ისინი და
და აი ამის აქის კითხვაზე რომ სად არის ცხვარი ყოლდასაწყო თუმცა რომ ღმერთი გამოაჩენს ნახავს თავისთვის ცხვარსო ყოლდასაწყილათო და ორივე ერთად დავიდნენ და როდესაც მივიდნენ ადგილზე რომ იქ რამდენიმე ქვა რაც იყო მთაზე შეაგროვა შექმნა ესეთი სამსხერფლო და დოშეშა და შემდეგ შეკრა ისააკი და დადო შეშაზე ზემოდან. ახლა ისააკი მორჩა დასრულებს ყველაფერს არდინადეულს არ უწევს. ნუ ჭირს ალბათ საჭირო არის, მაგრამ აბრაამი რატო უკრა შეკრავს და ისააკს რომ უნებლიეთ დაინახავს მამის ხელში აღმართულ დანას მიხვდება. შეუნებლიე მოძრაობით ხელი შეუშალოს შესეთეროს ამიტომ და ვერ შეასრულს აბრაამმა. როგორც ყველასე შესაძლოა უნდა შეკრავდნენ ხოლმე კრავს. და უნდა დებდნენ ასევე არის ამჟამად ისააკი. ეს ხომ შეწირვა წინასახია მაცხოვრის სოფლის შეწირისა გოლგოთაზე. იქაც მაცხოვარი ჯვარის ტვირთველი ადის გოლგოთაზე და ჯვარსაცავენ შეკრავენ მას და სასიკვდილოდ გაიმეტებენ. აი ეს არის უდიდესი საიდუმლო ცხოვრებისა რომ ამ ხებს შეწირვით გოლგოთის ხებლით ხდება უფლის მიერ ტვირთვა ადამიანის ცოდებისა და საპასუხო ცოდების მიტევების. რადგან მაცხოვრმა გოლგოთაზე შეაღა და მამა მიუტევე ამათ არ იციან რა საკეთებენო. ანუ ამით მოხდა სწორედ იმ დაცემული ბუნების გამოსწირის აქტი, რომ მზად არის შეიწიროს ჩვენი ხსნისათვის და შესაძლოა მისატევ ცოდოთა იმათი ვინც ჯვარსაცავს ქრისტეს. აბრაამი ელოდება რომ ისააკი შეწირვა თუ არის აუცილებელი ჩემი ადამიანთა გამოხსნისათვის მზად არის და გაიწვის ხელს დანისკენ და ამ დროს არის ხმა უფლისა ანგელოზისა რომ გაიხედე და დაინახავ იგი ჯაგებში გაბნეულ ვაცსა და აი მოხმას უფსანგელოზს და უთხრა მას აბრაამ ხომან თქვა ჰამე და უთხრა ნუ აღმართავ შენ ხელს ღრმაზე მოცუზა მას ნურაფერს რადგან ახლა ვიცი რომ გეშინია ღვთის შენ და არა დაინანე შენი საყვარეზე ჩემთვის დაახილა აბრაამმა თავისი თვალები და დაინახა ერთი გახართული იყო საბეგის ნერგში რქებით. საბეგის ჯიში არის ველური ბუჩქნარის და იქ რქებითო რქებით არის სიმბოლო ძლიერებისა და არის სიმბოლო ურჩობისაც და ამბარდავნების. და აი ამით გახართულია მეკლაბარდებში და ასევე ამოცხოვრების ნიშანი არის. რომ ამჯერად ეს შეიწირება მსხვერპლად. ისე როგორც ამ სოფლის ცოდებისათვის და ცოდებისგან გამოხსნისათვის შეიძლება უფალი გოლგოთაზე.
გახსნა აბრაამა ისააკი და გამოიყვანა და შეწირა ეს მერტი ოდესაწილად და დაბრუნდა უკან. და იმაშინ უფალმა შეუთხრა რომ ეხლა დავინახე შიში ღვთისა შენში. შიში ღვთისა ასეთ ნაკლებად სულიერ განათლებოდა ძლიერ განათლებულ ადამიანს გონია რომ ეს რაღაცა ფიზიკურ შიშის ტოლია და ღვთის შიში მორწმუნე ადამიანში ეს არის ეს განსაცდელი ცოდვათა და ამასთან ერთად განსხვავდა იმისა რომ ისეთი რამე არ ჩაიდინოს რაც სათნო არ არის ღვთისათვის და ღვთის ცნების საწინააღმდეგო რომ უფალი დაშორდეს ან თვითონ დაშორდეს უფალს. ეს არის გარკვეული სახით სინდისის ხმა რომელიც ახსენებს ადამიანს მაგრამ როდესაც ეს არწმუნით სრულდება უფალთან მიმართებაში სრულდება მაშინ ამას დედა ის კარნახი სულისა სინდისისა და ღვთისაგან მოცემული ესეთი განცდა რომ ადამიანმა ეს არ უნდა ჩაიდინოს რაც ცოდვა თუ ის რაც დაშორს მას ღვთისგან ასე დასრულდა ეს გამოცდა აბრაამისა და უთხრა უფალმა რომ ახლა ვიცი რომ გეშინია ღვთის შენ და არა დაინანე შენი საყვარელი ძე ჩემთვის დაახილა აბრაამმა თავი და ნახა როგორ თქვით ბერძი გახლართული ჯაგებში და რგებით და მოიყვანა ვერძი შეწირა იგი ოდესაწილად და ისააკის თავისი ძის ნაცვლადო და უწოდა აბრაამამ ადგილს სახელი უფალმა იხილა ანუ როგორც ვთქვით მორია იმრავლად მორიის თარი და აბონდეს ამ თაზე უფალი გამოჩნდა მოგსაგროზმა აბრაამს მეორე წეცინა და უთხრა ჩემი თავი დავიფიცე ამბობს უფალი რადგან შეასრულე ეს სიტყვა არ დაინანე შენ საყვარელი ძე ჩემთვის ურთხევით გაკურთხევ შენ და გაგამრავლებ შენ თეს როგორც ის ვარსკვლავებს როგორც ქვის ზღვის ქვიშას სანაპირზეო და დაამკვიდრე შენ თესლი მოდინადეგდა ქალაქებში ეკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყველა ხალხი იმისანაცვლოდ რომ შეისმე ჩემი ხმისა აი აქაც მინიშნება რომ როგორც შენ შეწირე შენი ძე საყვარელი ასევე მამა ზეციერი შეწირა საერთაშორისო დეს უფალს იესო ქრისტეს და შენ შეწირე სული კაცობის გამოხსნის საწოლისაგან და მას აღასრულებს უფალი კაცსათვის ეს შეუძლებელი არის რომ ცოდნა ის ძიახში დაბადებული ცოდნისგან გამოხსნილი ვერ იქნება ხოლო ზეციდან მოვლენილი უბიცო წმინდა და უცოდველი მსხვერპლი იქნება ის გამოსყიდველი ჩვენი დაცემული ბუნების ჩვენი ცოდებისა აი ეს ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი ძველი აღთქმის საღვთო ისტორიის როდესაც სათავეში მორწმუნე ერის ადგას მაგალითად აბრაამის მიერ თავისი ძის ისააკის შეწირვა და უწყება იმისა რომ ჩვენი ხსნისათვის უფალი თვითონ შეიწირება ქვეყანაზე ეს არის საფუძველი ჩვენი მსმენისა რომ ღვთის სიყვარული ძლევს უღარცოდვას ღვთის მოწყალება
განგვაახლოს ჩვენ და შეგვიძლია და სწორედ აი ამ ჩვენი სინანულის შესაბამისად ხდება განწმენდა წყლით და ცეცხლით ანუ და სულით, ნათლის ღებით და რწმენით ეს არის სწორედ ის დასაბამი ჩვენი გამოხსნისა უფლის მიერ მაგრამ ჩვენ გმართებს ცხოვრების გზის გავლა რწმენით და სასწაულებით და სიყვარულით რათა უფალმა გავცადოს ჩვენ და შეგვიწყაროს დავის სავანეებში ამით დავასრულოთ დღევანდელ საუბარს, დაგეშურებით, მეც დაგვრჩათ.